Ამ დრომდე ებრძვიან გუშინდელი სტიქიის შედეგებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანშიც. უხვინალექის გამო მოვარდნილმა ღვარცობმა სოფელში საცხოვრებელი სახლები დატბორა. განადგურებულია სასოფლო-სამეურვეო სავარგულებიც. მოსახლეობას ანალოგიური პრობლემა ნალექის მოსვლასთან ერთად რეგულარულად ექმნება, რისი მიზეზიც წყობრიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემაა. დღეს სტიქიის ზონაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როცა ძალიან წვიმს და ისა მაშინა ჩამოდის საიდღანად ტბიდან თუ საიდღან ეს წყალი და სულ გას წყალი და სახლი მენგრევა უпростоრედ და საშუალება არ მაქვს რომ გავაკეთო და ვითხოვ ან ბინა მომცენ ან რაღაცა სულ ეგრე წყალში ვდგევარ. 4 წელია გაჩიანში ვცხოვრობდა ყოველი წვიმის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა. დილის 6 საათიდან აქ სახანძრო მანქანები მუშაობდნენ. დღეს კი ჩვენი ძალებით ვცდილობთ ეზოები მოვაწესრიგოთ. სარდაფი მთლიანად დატბორილია. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი კი წყალმა წაიღო. დაზიანებულია სახლი, რომელიც გუშინდელი წვიმის გამო ეხლა მოვედით ადგილზე ნახოთ ჩვენ რა როგორი სიტუაცია არ არის კარგი, უნდა მივიღოთ რაღაცა ზომები რომ ქალაქის დავეხმაროთ.